final vote იყოს. მოკლედ მეგობრებო, აი ამ წუთებში ხმის მიცემა დასრულდა. აქ ვართ საქართველოს დელეგაცია, ყველანი ერთად და აი ქვემოთ შეგიძლიათ დამარცხებულ ქოცებს შეხედოთ. არავინ მხარი არ დაუჭირა ამ ადამიანებს და ზოგადად საქართველოს სირცხვილია ეს ხალხი. და რაც თავარია, ევროსაბჭომ Thank you very much. Yeah. Thank you. Thank you. Thank you. Slava Ukraini, да. ასე რომ კენჭისყრა დასრულებულია, ქართული ოცნება წავიდა, გაიპარა და რაც თავარია, ევროსაბჭომ ცალსახად მიიღო, რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, აპრილამდე უნდა განთავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, აპრილამდე უნდა დაკავებული იქნა პასუხისგებაში მიცემული იქნა ყველა მოძალადე პოლიციელი და რაც თავარია, აპრილამდე უნდა გადაწყდეს ყველაფერი საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროსაბჭოში ქართული ოცნება მოღვაწეობას დაასრულებს საბოლოოდ. უკვე დაუწესდათ კონკრეტული, ასე ვთქვათ, შეზღუდვები ქართულ ოცნებას ვერც ერთ დელეგაციაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, ვერც ერთ სადამკვირვებლო მისიაში არსად არანაირი თანამდებობის პოზიციის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ევროსაბჭოს სახელით მათ არ ექნებათ და აპრილამდეა ყველაფრისთვის მიცემული ვადა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენმა ერთიანობამ ეს გააკეთა, კვირას რო ჩამოვედით, საკმაოდ რთული სიტუაცია დაგვდა, მაგრამ დღეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული მხარდაჭერა ქართულ ხალხს, სრული მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, ყოველთვის თქვენ გამოსვლებს მოусმინეთ, ცალკე იყო მასზე საუბარი, აბსოლუტურად ყველა გამოსვლაში, ერთი მხარდამჭერი გამოსვლა არ იყო, პირდაპირ გეტყვით ქართული ოცნების. არავინ მათ ხელისუფლებად არ მოიხსენიებს. აქ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან, სხვა შორის აი ამ ტრიბუნაზე, ჩემს უკანას დგას, აქ იდგას ზურაბ ჟვანია, რომელმაც პირველად წარმოთქვა სიტყვები მე ვარ ქართველი, მაშინ სადამე ვარ ევროპელი და დღეს ამ დარბაზში ძალიან ბევრმა გაიქცენა. გულსატკენია და სამწუხაროა, რომ აქამდე მიიყვანეს საქართველოს, რომ დღეს საუბარი არის აქ ამ სივრცეში საქართველოს ადგილის დაკარგვაზე რა და იმ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. მაგრამ სამთვიანი, ორთვენახევრიანი ვადა არის ამ ყველაფრისთვის. ეს ჩვენთვის საერთო ვადაა, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოს აპრილამდე, უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებელია, რომ გამოძიებული იქნას ყველა დანაშაული, გაუქმდეს რუსული კანონით, უამრავი ჩამონათვალია მოთხოვნების და კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, შეეზღუდა ქართულ ოცნებას ევროსაბჭოს სახელით სადმეს რამე სიტყვის თქმა და შეეზღუდა აბსოლუტურად მოქმედება. ასე რომ ძალიან სერიოზული შედეგია, პირველი პრეცედენტი შეიქმნა, რატოა ეს მნიშვნელოვანი? პირველი პრეცედენტი შეიქმნა საერთაშორისო ასპარეზზე დოკუმენტის, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდეს, ეს იქნება ეხლა ჯაჭვური რეაქცია. ამ დოკუმენტით ჩვენ ვივლით ყველა ქვეყანასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ყველგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ უტყუარად დადასტურებულია უკვე ევროპის მიერ, რომ არჩევნები არის მიტაცებული და არჩევნები ახლიდან უნდა ჩატარდეს. ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ამ დოკუმენტმა ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნებს არ ცნობს ევროპა და არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ფუნდამენტური გარდამტეხი პროცესი, რომელიც ჩვენ აუცილებლად მივაღწიეთ. ეხლა დელეგაციის წევრები მირეკავენ ძალიან ბევრი, რომელიც მოგვეხმარნენ ამ ყველაფერში. განსაკუთრებული მადლობა ბრიტანელებს, უკრაინელებს, გერმანელებს, რომლებიც, კონსენსუსური იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ განსაკუთრებით გამოყოფ, ვინც ძალიან გულშემატკივრობდა, ასე რომ წინ გამარჯვებისკენ ძალა ერთობაშია და გავაგრძელებთ ეხა შეხვედრებს. მოკლედ კიდევ ერთხელ ვამბობ, რატოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ პირველი პრეცედენტი შეიქმნა საერთაშორისო დოკუმენტში, როდესაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, პირველი პრეცედენტი შეიქმნა, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი არის ახალი არჩევნები. ასეთი დოკუმენტია საერთაშორისო
ძალის მქონე დოკუმენტი არ არსებობდა, ეს დოკუმენტი დღეს უკვე არსებობს და ამიერიდან ყველა ქვეყანა, ვისთანაც ჩვენ გვექნება ურთიერთობა საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ ამ დოკუმენტით ვივლით. აპრილამდე ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არის მოთხოვნა სრულიად ევროპის, რომელიც ვალდებულია ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს. ყველა პოლიტპატიმარი უნდა განთავისუფლდეს. ასე რომ უტყუარად დადასტურებულია, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, არჩევნების შედეგი არის გასაუქმებელი და არჩევნები არის ახლიდან ჩასატარებელი. ეს არის აი ამ სტრასბურგში ჩვენი მუშაობის შედეგი და კიდევ ერთხელ ხას გავუსვავ, დიდი მადლობა კოლეგა ოპოზიციონერებს, ჩვენს ერთიანობით ჩვენ მივაღწიეთ ამას, დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და რაც მთავარია, მადლობა თქვენ ყველას, ვინც პროტესტში იღებთ მონაწილეობას, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ასე რომ წინ დიდი გამარჯვებებისკენ. წუხვარ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზზე გავუსვა, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენი სამშობლოს თავს, მაგრამ ეს ძიმე ვითარება ჩვენ უნდა გადავტეხოთ ყველამ ერთად, რომ საბოლოო გამარჯვებას აუცილებლად მივაღწიოთ. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გამარჯვებისკენ. ახალი არჩევნები საქართველოში აპრილამდე უნდა დაინიშნოს და სხვა შორის ცვლილებები შეიტანეს, იქ ქართული ოცნება რაღაცებს მაიმუნობდა, რომ არჩევნები იქნება თებერვალში. პირდაპირ თქვეს ახალი არჩევნები გულისხმობთ საპარლამენტო არჩევნებს, ანუ იქ თვითმმართველობის არჩევნები, რაღაცებს საუბრობდნენ, არავითარი თვითმმართველობის არჩევნები, გულისხმობთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა დაინიშნოს უკვე მე ზემოთ უნდა ავიდე და იმას ვიზავ. მე მგონი ევგენია მირეკავდა რა, ალდედან. აი აქ ავართ. აი ჭი აქ არის. ერთად გადავიღოთ. Yeah. Thank you very much. Thanks a lot. Thanks a lot for support. Special thanks, Eugenia, who did it. Thank you. Thank you for your. Yeah, thank you very much. So we're in live on Facebook and Georgia is. Yeah, thank you. You can say words if you want. Yeah, so ჩვენი უკრაინელი მეგობრები, შვედები. Yeah, no much. Go with you as opposition. Thank you. Yes, sure. Let's take a picture. So, აქ ვართ ყველანი ერთად და ახლა ფოტოს გადავიღებთ. დიდი გუნდი მუშაობდა ჩვენ სასარგებლოდ. თქვენ ნახეთ, გამხელა უპირატესობა გქონდა თვითონ კეჭისყრისას, აბსოლუტურად ყველა ჩვენი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ცვლილება იქნა გათვალისწინებული და რადგან ინტერპრეტაციები უყვართ, პარლამენტიც პირდაპირ ჩაიწერა საპარლამენტო არჩევნებში. აბასერო დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრაზე.